თანამშრომლობისას ვირтуალურ ტელემაყურებლებო ტელეკომპანია უკაცრავად ტელეკომპანია თრიალეთი პირდაპირ ეთერში აგრძელებს მაუწყებლობას გადაცემით რეგიონის სტუმარი. მოგეხსენებათ, ხვალ 26 მაისია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. ამიტომ ჩვენი გადაცემა აი ამ დღეს მიეძღვნება ძირითადი თემები სწორედ აი ამ დღესთან დაკავშირებით იქნება და მინდა წარმოვიდგინოთ ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმრები და აი ამ ადამიანებმა გარკვეული როლი ითამაშეს სწორედ იმისთვის, რომ დღეს და ხვალ უფრო სწორად ჩვენ აღვნიშნოთ ეს დღე კიდევ ერთხელ. სახელმწიფო მინისტრი ბატონი გურამ აფსნაძე ეროვნული თანხმობისა და სამართლიანობის აღდგენის პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ბატონი ნემო ბურჯულაძე და ბატონი ვახტანგ ლოთიხობალია, მას ვფიქრობ წარდგენა არ სჭირდება, ყველა კარგად იცნობს ამ პიროვნებას და შეგახსენებთ, რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში მოვუწყებთ, ჩვენ ტელეფონის ნომრებია 713-31 ან 710-39, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, დასვათ კითხვა და მიიღოთ პასუხი გადაცემაში რეგიონის სტუმარი. მოგესალმებით ბატონებო, დიდი მადლობა ჩამოგბრძანდით გორში. რამდენი ხანი გორში არ ყოფილიყავთ ბატონო? პირველი კითხვა ეს იქნება. მე სპეციალურად მივესალმები შიდა ქართლის მოსახლეობას, გორის მოსახლეობას. შეიძლება ქალაქში არ შემოსულოთ, რომ თითქმის ყოველდღურად ალბათ გორის და გორის რაიონის გავივლით ჩვენ. ეს ყველასთვის საპატიო მისია, როდესაც შიდა ქართლის ტელემაუწყებლობა, როგორც თქვენია თრიალეთი, პატიჟობს სტუმრებს. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს სალაპარაკო თქვენი რეგიონის მოსახლეობისათვის და ვცდილობთ დღეს გავცეთ აბანტურავი პასუხი ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ძირითად კითხვას. ეს დავწერე გადაცემა, რომ ხვალ 26 მაისია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. გუშინ პროფესორი ღამის ყურიეთში ქალბატონმა მანან არჩვაძე გამსახურდიან წამოჭრა საკითხი, რომ ჩვენ ხვალ კი არ უნდა ვზეიმობდეთ ხოლმე ამ დღეს, არამედ ეს დღე ჩვენ 9 აპრილს უნდა აღვნიშნოთ. ეს საინტერესო იქნება თქვენი პოზიცია აი ამ თარიღთან დაკავშირებით და მისი ასე ვთქვათ არგუმენტი იყო ის, რომ 26 მაისი ეს არის სოციალ-დემოკრატების მენშევიკების ასე ვთქვათ მთავრობის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი და 9 აპრილს სწორედ ზუსტად გამსახურდია მიიღო ახლა. საიდან უნდა დავიწყოთ ასე ვთქვათ ჩვენი ბატონო? საქართველოს ისტორიის მანძილზე უამრავჯერ ყოფილა დაპყრობილი მომხდურის მიერ და იმდენჯერვე განთავისუფლებული. ასე ვთქვათ ისე, რომ ეს დამოუკიდებლობის დღეები ჩვენ საკმაოდ ბევრი გვაქვს ალბათ თუ ისტორიას გადავხედავთ და მე ჩემი მოსაზრებაა, რომ 9 აპრილია დამოუკიდებლობის დღე და არა იმიტომ, თუ რომელი პარტია იყო მაშინ და რომელმა პარტიამ თქვა გამოაცხადა 9 აპრილს. არამედ იმიტომ, რომ დღევანდელი საქართველოში მომქმედი კონსტიტუცია იწყება სიტყვებით, რომ საქართველოს სახელმწიფო საქართველო არსებობს 31 მარტის რეფერენდუმისა 91 წლის და 91 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის საფუძველზე. საერთოდ მიღებულია ყველა ქვეყანაში, რომ დამოუკიდებლობას ზეიმობენ იმ დღეს, როდესაც ბოლოს მოიპოვეს დამოუკიდებლობა და კონსტიტუციის მიხედვით. თუმცა დღეს ჩვენ ვიცით, როდესაც მოვიპოვეთ მაშინ 9 აპრილს დამოუკიდებლობა, მას შემდეგ აი სამოქალაქო ომს რომ უწოდებს ბევრი, ფაქტიურად ეს იყო სამამულო ომი იმ ქვეყანასთან, რომლისგანაც ისიც იყო გამთავისუფლდით და ფაქტიურად სულ არაქართული ძალა მართავდა ამდენ ხანს ქვეყანას. საბედნიეროდ დღეს ხალხის არჩეული ხელისუფლებაა, ეროვნული ასევე და უამრავი პრობლემა დახვდა ამ ხელისუფლებას. მოგეხსენებათ რეგიონებში თუ ქალაქში თუ ნებისმიერ სფეროში, რაც სახელმწიფოს აქვს ნებისმიერ დარგში. და ამიტომ ამასაც ალბათ ნელ-ნელა მიეხედება იქნება მსჯელობა და რაც თავარია ეს საკითხებს საინტერესოა აი ბატონ გურამის პოზიცია, რომ ბატონი გურამი ერთ-ერთი მოხელია, იგი ხელისუფლების წარმომადგენელია, სახელმწიფო მინისტრია და ააპირებს თუ არა ბატონი გურამი, თუნდაც მომავლისთვის, შეიძლება ეს ვერ მოესწრო თქვა ამ ეტაპზე თქვა ხვალისთვის, ხვალინდელი დღისთვის. თუნდაც მომავლისთვის აი ამ ასე ვთქვათ წინადადების დაყენებას ხელისუფლების წინაშე, რომ ვთქვათ ჩვენ 26 მაისია და 9 აპრილს ვიზეიმებთ. მე უფრო ღრმად მინდა შევეხო მაშინ ამ საკითხს. შეიძლება ჩვენ ასე ვთქვათ, რომ 26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მაგრამ ბატონმა აღნიშნა, რომ 9
აპრილი ეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა და ჩვენ ბედნიერები ვართ მეც ბატონი ნემოც რომ აი ამ აქზე ჩვენ გვაქვს ხელი მოძერილი. მაგრამ ფაქტიურად საქართველოს 9 აპრილსაც არ ყოფილა დამოუკიდებელი. ეს ჩვენ ქაღალდზე გამოვაცხადეთ ბატონი ნემო, მაგრამ თქვენ იცით რომ მაშინ ჩვენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ვიყავით პრაქტიკულად. და ფაქტური დამოუკიდებლობა ჩვენ მოვიპოვეთ 91 წლის 21 დეკემბერს საღამოს, როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი და ჩვენ მათ შორის ბატონი ნემო და მე ღებულობით მონაწილეობას დამოუკიდებელ სახელმწიფო და თანამეგობრობის კავშირის შექმნაში და ჩვენ ამ კავშირში არ შევედით. პრაქტიკული დამოუკიდებელი ჩვენ გავხდით 91 წლის 21 დეკემბერს საღამოს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენმა მტრებმა არ გვაცალეს, როგორც შინაურმა ისე გარეშემდერმა და 22 დეკემბერს უკვე თქვენ იცით რომ დაიწყეს დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ ომი. მე ვფიქრობ, აი ამ საკითხსაც უნდა მიექცეს ყურადღება ჩვენ, როდესაც ვლაპარაკობთ საქართველოს დამოუკიდებლობაზე და აი ზამეს დიდ დანაშაულს ვერ ხედავ იმაში, რომ ჩვენ ხვალ აღნიშნავთ ამ დღესასწაულს, ეს სიამოვნებით ღებულობ მონაწილეობას, როგორც ქართველი და როგორც დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი როგორ მიგაჩნიათ ბატონო? ბატონი ნემოს პოზიცია მოვისმინეთ. დიახ, ბატონი ნემოს პოზიცია მოვისმინეთ. სამართლიანობისთვის, თქვა ისტორიისთვის, მომავალთაობისთვის სულ არ დააკმაყოფილებს. რა თქმა უნდა არ დააკმაყოფილებს. რა თქმა უნდა, გამოცხადდა ესე იგი ბოლო გამოცხადება იყო საქართველოს დამოუკიდებლობის 9 აპრილი, ამ შემთხვევაში 9 აპრილი დამოუკიდებლობის აქტს მოედარა ხელი. ეს იმას ნიშნავს, რომ 9 აპრილი უნდა იყოს დამოუკიდებლობის დღე, მაგრამ ეს არ აკნინებს 26 მაისის მნიშვნელობას, ვინაიდან 26 მაისს პრაქტიკულად საქართველოს მიიღო დამოუკიდებლობა და ის რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა. მაგრამ მე უფრო გეუბნებით კიდევ, რომ ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ 21 დეკემბერი. ახალ შენოგავთ მე ახსენე ამის შესახებ მე ვთხოვთ, რომ ამაზე დაფიქრდეთ, როდესაც ჩვენ პრაქტიკულად გამთავისუფლდით იმ კლანჭებისაგან, რომელ კლანჭებში ჩვენ 70 წლის განმავლობაში ვიმყოფებოდით. რომელი რიცხვი ახსენეთ ბატონო? 21 დეკემბერი 91 წელი. შეიძლება გორში დაგეთანხმოთ ამასთან დაკავშირებით. გორისთვის იცით ეს დღე რას ნიშნავს 21 დეკემბერი? სტალინის დაბადების დღეც არის. სტალინის დაბადების დღე. მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღე. მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღე და ამავე დროს საბჭოთა კავშირის დანგრევის დღე არის მოხსენიებული ეს. მაშინ დაიშალა საბჭოთა კავშირი და შეიქმნა ეგრეთ წოდებული SNG. თქვენ ხედავთ რა სიმბოლოს აი ამ რამდენჯერმე განმეორებულ 21 დეკემბერში? რა სიმბოლურად არის ამაში დატვირთვა, ეს ყველაფერი შემთხვევით არაფერი არ ხდება. ეს მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი უფლის მიერ არის დაგეგმილი და ამ შემთხვევაში ჩვენ ამასაც უნდა გავუსწოროთ ხარ. რა ვიცი, ბატონო ნემო, დამეთანხმებად ვარ. რა თქმა უნდა, დამოუკიდებლობა დღე მაინც ჩემს 9 აპრილია, როდესაც გამოცხადდა, რაც აუცილებელია დამოუკიდებლობისთვის. და შემდეგ დაიწყო სწორედ განხორციელება, ჩვენ ვიცით, რომ თუნდაც ჩვენი დამხობის შემდეგ რუსულ სამარუბლო, ასე ვთქვათ, ზონაში ვიყავით, ბევრი ატრიბუტიკა აკლდა, ვთქვათ, ქვეყანას, თუმცა რეალურად საბჭოთა კავშირი გაქრა, რამაც ხელი შეუწყო ჩვენ სამომავლოდ პროცესს, რომ აი უცხოეთს დავუშვათ ეთნოთ საქართველოს, ვინაიდან იმ დასავლეთის ქვეყნებს თუ აღმოსავლეთის 9 აპრილის შემდეგ დაიწყეს ცნობა. არა მეგობრებო, ჩვენი ცნობა დაიწყეს 21 დეკემბრის შემდეგ. 21 დეკემბრიდან 6 იანვრამდე ყუთში მიმდინარეობდა, ხო 22-დან. საქართველოს ცნო 30 ექსპერტმა სახელმწიფო, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. მაშინ დაიწყეს ჩვენი ცნობა. მე ამიტომ ვაპარაკობ, ამ თარესაც მოვიდეულად იყო და იმიტომ მანამდე ვერ ისინი ცნობდნენ საბჭოთა კავშირს და მე შემოგონებაში ვიყავით ჩვენ. მის ტერიტორიულ მთლიანობას, რომელსაც სახელმწიფო და თუ ისინი გწნობდნენ ჩვენ ფაქტიურად საომარ კონფლიქტში შედარებან და უცდიდან აი ამ დღეს. გასაგებია, პირველი მაყურებელი ყავს ეთერში, საღამოშვიდობის და მოგესალმებით, გისმენთ ეთერში ხართ. საღამოშვიდობის. გავაბჭოთ. ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაცია სტუმრობს დღეს გორს. ხვალინდელ დღეს გილოცავთ. მე ოპერატორს თხოვარ გამთიშოს, მინდა დაგისმოთ ასეთი კითხვა.
ერთი ყველა დახურული თამაში იხსნება, რა წესითაც არ უნდა იყოს ეს თამაში, რაზეც არ უნდა იყოს მორგებული. ამას ხვდებით, რასაც ვამბობ. და შეკითხვა, საერთო შეკითხვა, რატომ უნდა მოედანა თავისუფლებას უბედურება? გესმით? ეხლა შეიძლება თქვენთვის გაუგებარია პარლამენტარებისთვის, ვისაც მანქანა ემსახურება $2300. აქედან არც ერთი არ არის პარლამენტარი. ერთი წუთით, მე არ მეცნის ტელევიზორი ჩაწეული მაქვს და რომ მოვჩები მე ისა. ხო და ხალხს არ აქვს სამშაო. დაინგრა ქარხნები, დაინგრა ყველაფერი განადგურებულია. ბაზრები და ნერეკებიან. ისიც ეს ძალიან ბანალური რაღაცაა, მაგრამ სამწუხაროდ თქვენ ჩაწეული გაქვთ ტელევიზორისთვის, იმიტომ რომ მე მინდოდა იქნებ აუციოთ. ცოტას თუ აუწევთ ტელევიზორს, კარგი. ალო? ნუ გაიჩო, ნუ ქალბატონი რაღაც კითხვის ნიშნის დავაფენებ ჩვენ თავის. არ გაიქიშა. აუწიო უბრალოდ. ქალბატონო, თქვენ რას გვეუბნებით, რომ ჯობდა გვეცხოვრა საბჭოთა კავშირში და ყოფილიყავით მაპატიეთ გამოთქმაზე მაძღრები? არა. თუ მე მივახციეთ. ძალიან მოდაში იყო ეს ფრაზა. აი კუჭის პრობლემა, იცი რა, ხალხი რომ იხოცება შიმშილით, იხოცება სიცივით, იხოცება უფულობით, იხოცება უმუშევრები არიან, ხო? თუმცა გამოდის რომ თუ ფეხზე ვერ ადგახარ, ის ცარიელი სიტყვა თავისუფლება არაფრის მომტანი არ არის. ძალიან კარგია რომ თავისუფალი ვართ, მაგრამ ჯერ ვართ თავისუფალი. გასაგებია სწორად გაგიგეთ ეხლა თქვენ ასე. ერთი წუთი და კიდევ რა, თუ კი ისე უნდა აღრედგინო რუსეთთან კავშირები, ისე უნდა ქონოდა ეკონომიური ესეთი აქტიური თანამშრომლობა. ვიღაცის დავანგრიეთ ის, რაც დავანგრიეთ. ნუ შეგეშლებათ ერთმანეთს საბჭოთა კავშირი და რუსეთი. მე ვამთავრებ ეხლა, სად მივდივართ? ქვეყანას არ აქვს იდეოლოგია. არ აქვს, ესე იგი, სულ ყველაფერი წაიშალა, კულტურა, განათლება, მედიცინა, ყველაფერი, ხო მეთანხმებით, ხო ბასია? ხვალ რა გველის? გასაგებია, კითხვა ხვალ რა გველის? ეს ალბათ ეს შეკითხვა უფრო მეტად მიმართულია დღევანდელი ხელისუფლებისადმი და ამიტომ მე რეალური ეკონომიკური ასე ვთქვათ წინსვლა. მე უნდა გითხრათ, რომ მართლა ჯერჯერობით არ ჩანს რეალური ეკონომიკური წინსვლა, მაგრამ მზადდება საქართველოში ისეთი კანონები, როგორიც არის საგადასახადო კოდექსი, საგადასახადო კანონი, მრავალი კანონები, რომლითაც ჩვენ შევეცდებით, რომ ინვესტიციები მოვიზიდოთ საქართველოში. უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა, მე აბსოლუტურად ვეთანხმები ქალბატონს, ჩემთან დღეში შემოდის დაახლოებით 50 კაცი, რომელსაც ლუკმაპურის საშოვნელად თვითონ არ იცის, რომელიც რანამიჯერს დგამს, ძალიან მძიმე მდგომარეობა თვითონ ადამიანის ფიზიკური არსებობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ჯანმრთელობის დაცვის სისტემები ადამიანებს არ ღებულობენ ისე, არ უგეთებენ ოპერაციას შესაბამისი გასამჯეროს გარეშე, ამასთან დაკავშირებით არის ძალიან დიდი პრობლემები საქართველოში და ეკონომიკური საკითხები, უმუშევრობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ეს გადმოვიდა ყველაფერი იმ კლანური წყობილებიდან, რომელსაც შევარდნაძე ხელმძღვანელობდა. დღევანდელმა ხელისუფლებამ თუ უმოკლეს ვადაში არ გადააქმნა ეს ვითარება, მაშინ რა თქმა უნდა ჩვენ აღმოჩნდებით ხელისუფლება უმძიმე მდგომარეობაში, მაგრამ მენდეთ ეს იყო ის ნარჩენები, ეს იყო ის დანაშაულებრივი პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებდა შევარდნაძე და მისი კლანი და რამდენი ხანია ახლა ხელისუფლებაში ნახევარი წელიწადში ვერც ეკონომიკა გამოცოცხლებოდა, ვერც ფინანსური მდგომარეობა და ვერც დასაქმების პრობლემა. თუმცა თქვენ ხედავთ ტოტალური უმუშევრობაა საქართველოში. თუ ხედავთ მაინც იოტისოდენ ასე ვთქვათ ძურებს იქითკენ რომ ძურები არის. მე უნდა გითხრათ პირდაპირ რომ ინვესტიციები რომ მოვიზიდოთ, ეკონომიკა რომ განვითარდეს, ამისათვის საჭიროა რომ კორუფციის დონე იყოს დაბალი. თქვენ ხედავთ დღევანდელი პრეზიდენტი რადონი სააკაშვილი თუ რადონი ძებძვის კორუფციას, პრაქტიკულად კორუფცია ალბათ ყველაზე დაბალია პოსტსაბჭოურ რესპუბლიკაში. თავარი საინვესტიციო კლიმატის შექმნა, სტაბილურობა. აი ეს ყველაფერს მიაღწია უკვე პოლიტიკური ნება და პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. სტაბილურობა არის ქვეყანაში, არის პრეზიდენტი, რომელიც ხალხის უმრავლესობის მიერ არის არჩეული, ამომრჩეველთა 97%-ით, ახალგაზრდა პრეზიდენტი, ახალგაზრდა მთავრობა, პრემიერ-მინისტრი, ეს იმას ნიშნავს, რომ გარანტიები ყველაფერსა არის, რათა საქართველოში ინვესტიციები შემოვიდეს და ეკონომიკური მდგომარეობა განვითარდეს. გასაგებია, ბატონო. ამის წინაპირობა არსებობს. ქალბატონმა ახსენა იდეოლოგია. იდეოლოგია.
მინდოდა ეთქვა. ყალიბდება ეს იდეოლოგია. ჩვენ საით მივდივართ და ხვალ რა იქნება ეს. ისედაც მინდოდა ამ ქალბატონისთვის მიპასუხა რატომ. ეს კითხვა აწუხებს არა ერთს და ორს. აი თავისუფლება თვითონ ეს უკვე იდეოლოგია, როცა ვიხებთ ამას და ჩვენი ყოფის პირობები, დღევანდელი ჩვენი ყოფის ყოფა და მდგომარეობა ჩვენი. სწორედ, როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და მოვიდა ეროვნული ხალხის არჩევნების ხელისუფლება, აი 90 წლის არჩევნებს. აბა ვნახოთ საქართველოს ისტორიაში ჯერჯერ ერთადერთხელ სამწუხაროდ შესრულდა ბიუჯეტი. ეს არის 91 წელი. ეს მოიტანა სწორედ თავისუფლება. გარდა ბიუჯეტის თქვენ იცით მიწისძვრა როგორც ძველი მიწისძვრა იყო აი აქ ახლო რეგიონებში სამაჩაბლოშიც რაჭის მხარეს და რაჭა იმერეთი. რამდენიმე 1000 ორსართულიანი სახლი აშენდა ბიუჯეტს გარდა 6 თვეში. აშენდა იგივე ჭოროხზე უდიდესი ხიდი საქართველოში. უბრალოდ გეტყვით რომ არ ჩამოვფაროთ ეს ყველაფერი რომ ჩვენ როდესაც 6 ივლისს დავტოვებთ მთავრობის სასახლეს საქართველოს არ ქონდა არც ერთი კაპიტალი არც ერთი ქვეყნის და საქართველოს ვალი ქონდა რამდენიმე ქვეყანას ეს შეიძლება არ იყოს მილიარდები მრავალი დღეს გვაქვს მაგრამ ჩვენი ვალი ქონდათ გარკვეული ყოველ შემთხვევაში ასობით მილიონი აქვე ბატონი გურამი ბრძანდება და მინდა აღნიშნო მაშინ სწორედ ბიუჯეტი როგორც ფინანსთა მინისტრის და ვიცე-პრემიერის შედგენილი იყო ბატონი გურამის და მისი უწყების მიერ და განხორციელებაზე ხო პასუხს აგებდა ბატონი გურამი. მას შემდეგ რაც მოხდა ქვეყანაში სწორედ იმიტომ რომ დაამხეს ის ეროვნული ხელისუფლება. სწორედ იმიტომ რომ ებრძოდნენ ისინი თავისუფლებას და თავისუფლების დამხობამ გამოიწვია ჩვენი ყოფა და არა თავისუფლება. თავისუფლები როგორც გავხდით, მაშინვე შესრულდა ბიუჯეტი, მაშინვე დაიწყო აღშენებობა. რაც შეეხება და დღეს სწორედ აუცილებლად რომ ვერც დაინახვა ფაქტობრივი მასალაც ვერ მოვიყვანოთ. ბევრი თავისთავად იმედი. თუნდაც ის რომ ჩვენ მაგრად რატომ ვიყავთ განდებული? ბატონი გურამი რატომ იყო ამ ფეხას ციხეში? რატომ იყო რომ 10 წელი სახში არ გუშვებდეთ? ხანდახან საყოდებსაც ამობენ, აი თქვენ დღეს არ ახართ დასაქმებული. იქნება ესეც მოვა. სახში ხო შეგვიშვით, სახში თქვენ შევდივით, ბატონო აკავა. ამის უფლებაც არ ქონდა მთელი 10 წელი და თქვენს უპასუხეთ წეღან ქალბატონს, როდესაც რუსეთთან დაკავშირებით თქვა და მინდა იგივე გავიმეორო. ძალიან ხშირად ზედ გამსახურდია ეროვნულ მოძრაობას, მის ხელისუფლებას ბრალცდებენ ანტირუსულ ქმედებებში. ეს არ იყო ანტირუსული ქმედებები აბსოლუტურად, ვინაიდან თუ მაშინ ლოზუნგებს გავეხსენებთ, იყო კრემლი და იყო საბჭოთა იმპერია და არა რუსეთი. და მე მინდა შევახსენო რომ საერთოდ ყველას რომ რუსეთი თვითონ აღნიშნავს საბჭოთა კავშირისაგან განთავისუფლების დღეს და ამას ზეიმებს. საფრთხეების. ანუ ბატონ როდესაც დავუწყოთ აუცილებლად ეს რაც შეეხებოდა ეროვნული გვარდიის სარდალი და ამას სულ ახლახანს გამოვიდა ბატონ ვახტანგი თუ შეიძლება ბატონ ლოთი მოგმართოთ მიდო საზოგადოება ესე გიცნო ბატონო სულ ახლახანს გამოходит ციხიდან და მე მაინტერესებს აი ამ პროცესს რასაც ქვია ეროვნული თანხმობის შერიგების პროცესი და ერთ-ერთი წარმომადგენელი თქვენ იყავით აი ამ პროცესისა რომლის გათავისუფლებაც მოხდა თუ დარჩნენ იქ ადამიანები რომლებიც ებრძოდნენ შევარდნაძის რეჟიმს და დღეს ისევ 4 დღეებს რასაკვირველია დარჩნენ და არც ისე ბევრი აი პოსტებს შევარდნაძის იდეებს და შევარდნაძის რეჟიმს ებრძოდნენ და დღესაც არიან სამწუხაროდ ეს მაგრამ არ ვიცი ახლა ალბათ თანხმობის კომისია და ბატონი გურამი ალბათ ამისთვის და ამაზე მუშაობს ჩვენ ვიცით ეს და უახლოეს მომავალში ალბათ ველით მათ განთავისუფლებაზე უნდა მოხდეს. არ შეიძლება დღევანდელ საქართველოში პოლიტპატიმრები არსებობდნენ და ახლა ყველაზე დიდი რასაც ჩვენ იქ საპატიმროებში ყოფნის დროს რასაც გამისცეთ და რასაც გულშემატკივრობდით ეს იყო ახალი ხელისუფლების მოსვლა ახალგაზრდული მიმართებით და ალანი მიშას აი გაპრეზიდენტებას აი ასე იმდენად ემოციურად მე მახსენდება მიშა სააკაშვილის სიტყვები მან თქვა რომ თელეგრამი ფიქრობდი გამომიშვა თუ არა ლუთი ციხიდან და ამაზე რა თქმა უნდა ზემოქმედებას ახდენდა ის ფაქტი რომ რათო ბოლქვაძის დედა მასთან იყო მოგეხსენებათ შეხვედრაზე და
ის მოითხოვდა რომ თქვენ არ გამოეშვით ციხი და რადგან ის თulis რომ თქვენ დახვრიტეთ მისი შვილი. რა საკვირველია ახლა მე გეტყვით ერთ რაღაცას. ამ შავარდაზის სისტემამ ისეთი სიბინძურების შექმნა არა მარტო საპატიმროებში და არა მარტო ეკონომიკაში და არა მარტო საქართველოში იარაღებულ ძალებში, აქედან გამოსვლა ძალიან გაჭირდება. ეს უნდა გავითვისოთ რაღაცნაირად. ახლა იქ არის სამუხსა იქ ლაპარაკი ასე 78-75 მოღალატე შემიყავიო საქართველოს მოღალატე. ვიყავი კი მე საქართველოს მოღალატე. შევქენი ისა უკანონო ფორმირება 78 უკანონო ბან ფორმირება. როგორ გახდეს ჩემი როგორ როცა შეიარაღებული ძალების სანდალიყავი, გვარდიის სანდალიყავი და მეორე დღეს გავხდი ბანდიტი. უკანონო ფორმირება. როგორ მოხდა? ნუ ახლა არაფერს ვამბობ იმაზე ბოლქვაზის კლუბას. ეს ხომ აბსურდია. აბსურდია. კაცი რომელსაც საერთოდ დასანახადაც არ მინახია, სურათზეც არ ყავს ნახე ესეთი კაცის კლუბა რომ დაგაბრალდეს რაღაც ისა მაგრამ ეს იყო ყველაფერი ჩვენი ხელისუფლების საწინააღმდეგო მიმართული ქმედება. რომ რაღაცნაირ დისკრედიტაცია არა, ეს იყო მე უნდა გითხრათ არის როცა სწორად ეს იყო დისკრედიტაციის და ხელისუფლების მიმართული. აი ესენი ხვდენ ჟურნალისტებს, ესენი ხვდენ მშვიდობიან მოქალაქეებს, აი ვინ არის ველამსახურდიას მომხრეები. თქვენ წარმოიდგინეთ რომ როცა ამდენი ბრალდება ქონდა, მე მქონდა 65 ბრალდება. მათ შორის აჩაღობა. მეგია ველამსახურდია იწებოდა მე აბსანტი მობანია მოდი. აჩაღობა, ბანდიტიზმი, სამშობლოს დაღი და რა ვიცი ქურდობა, ჯანდაბა, ყველაფერი მიმდინარეობდა იმისგან რომ დისკრედიტაცია მოეხდინათ ჩვენი ხელისუფლების. და ამას მიზანი მარტივად ეწეოდნენ დეზინფორმაციას აბსოლუტურად სუგი შესაბამის სამსახურები. ეს ხდებოდა შავარდნაძის მითითებით. რათა გაემართლებინათ საბოლოო ჯამში ის ქმედება რაც მას შეეძლებს. მაშინ ლოგიკურად შეიძლება კითხვა, ბატონო. ამას წარმოიდგინეთ თქვენ ხო აკონტროლებით, ხო აკონტროლებით. ვიშე თქვენ მაინც თუ დაინტერესებული ხართ ვინ დახვრიტა ის ვიდეო. ყველაფერი ცნობილია. პროკურორმა მე როცა მივედი ციხეში საპატიმროში რომ მიყვანეს მე არ ვიცოდი მაშინ. მე ასე ციხეს უბრალოდ მითხრა აქეთ. წარმოიდგინეთ, ყველა მიცოდა. პროკურორები მეუბნებოდნენ აქეთ და გამოძიებლები რომ ვინც იყო, მაგრამ რატომღაც ისე დაარწმუნეს ეს ხალხი. აი რომ თვითონ მე დამოუკიდო ბოლქვაზე. სტანდარტია ის. ეს რაღაც ეს უნდა და ჩვენი ხელისუფლების დისკრედიტაციისათვის. ახლა ერთი რეალური სურათი როგორია? რეალური სურათი, ნუ მე რაც მე ხომ არ შევწრები ვარ მას. მე როცა როგორც ამბობენ, იქ იმ დროს როცა ის მოკლეს თუ გარდაიცვალა, მე ვიყოფოდი 70 კილომეტრით ხონში, ნუ ბანძის მხარეს. ხო და იცით რა არის? იქ მქონდა შეხვედრა ხალხთან. ხონდა შეხვედრა სამხედროებთან. და არც ერთი მოწმე მოსამართლე არ გადაშულა და არც პროკურატურას არ მოსვლია რომ ვინმე დაეკითხა. მე ხომ დასვი დავდიოდი. მე გუწოდა ხომ დასვი. ვისთანაც ერთად ვიბრძოდი. არც ერთი ჩემი დასვის წევრები, არც ერთი ჩემი თანამებრძოლები, არც ერთი სამოქალაქო პირი არ არის დაკითხული თუ სად ვიყავდი იმ დროს. ნუ ეს არის რაღაც იცით მე მწვენია რა რომ საქართველოში ასეთი რაღაც კეთდება, თუმცა შეიძლება ასეთი რაღაცა გაკეთდეს და ამ 10 წლის განმავლობაში თქვენ წარმოიდგინეთ რომ უამრავი ასეთი ბრალდებები ზის. უამრავი ასეთი ახალზია ბრალდები. ეს გასაგებია. აი თუ შეიძლება რომ დღეს დაინტერესდეს თქვას პროკურატურა და დღეს გამოიძიებს რეალურად თქვა რა მოხდა მაშინ. ეს მე ვარ დაინტერესებული. მე ჩამოერეცხოთ ეს ლათალა ეკოლოს ამ ჩვენ ყველაფერი მზად აქვს, ჩემი ადვოკატი უკვე მზად არის იმისათვის, რომ სარჩელი შეიტანოს. ჩვენ ამ პირაში შევიტანთ ამ სარჩელს. და ჩვენ მე ვთხოვე ტელევიზიითაც მიმართება, რომ აი თვითონ დედამის რომელიც გამოდის ხშირად იმას, აი მე დავეხმარებოდი თვითონ ამ იმის ძებნაში. მაგრამ იცით რა არის? ერთი რამ კიდევ უნდა გავუსვათ ხაზი. ის ადამიანი მოკლული და ყაჩაღობის დროს, როგორც მე ვიცი. იარაღი დადიოდა კი არა, საერთოდ იქ როგორც ამბობენ, როგორც მაგრამ მე ეს არ მინდა რომ გული ვატკიდო იმ ადამიანს, დედას არ მინდა გული ვატკიდო და რაღაცნაირად მაინც რაღაც მიტევლობისკენ მივდივარ, რაღაც შემწყნარებლობისკენ მივდივარ და არ უნდა ისა რამდენიმე განცხადება მაქვს. ათეულობით თითქმის 100-მდე განცხადება მაქვს, რომ
იმ ქუჩაზე, სადაც დაყაჩაღდა და ვინ ამოიცნო ვინ არა. აი, ყველა ეს ფაქტი არც ერთი არ დაკითხულა. არც ერთი არ დაკითხა არც მოსამართლემ, არც პროკურატურამ. და ეს, მე როგორ გითხრათ ახლა, დედას ხომ უნდა ინტერესებდეს ყველაზე უფრო, მაგრამ უფრო მიდის აქ რაღაც სპეკულაცია, რაღაცა მიდის ვაჭრობა, რაღაცა ისა რომ აი პრივილეგიები უნდა იყოს, აი იმისთვის არის მთავარი, აი კანონიერი ხელისუფლების შეიარაღებული ძალების არ უნდა დანიშნისა, დახვიტა, აი ჩემ კვლელები ყოფილიყავთ, მარტო ჩემზე არ არის აქ ლაპარაკი. აქ არის ყველაზე ხელისუფლებაზე, ვისაც ჩვენ წარმოადგენთ. ჩვენს ხალხს ხო დაიღუპა უამრავი 10,000-ობით ადამიანი დაიღუპა. დაიღუპა წინვალი მამულიშვილები, აი როგორც ვახტანგ-ნოზია. თქვენ რო ნახოთ კადრები, თუ როგორ არის მოჭრილი მას მარჯვენა ხელი, ჯერ დაცხრილული 30-მდე დღეა მარჯვენა ხელი, იმიტომ რომ სვიად გამსახურდიას სურათი დახალდა და ასე. უამრავი ადამიანი, უამრავი დეპუტატებია მოგული და დახოცილია ოჯახის წევრების წინ შვილის უპატიურებდა და მაგრამ ახლა ასე არ არის სისხლის სამართლის საქმე არც ერთზე არ არის აღზრული ამან საერთოდ არ არის აღზრული მხოლოდ ერთ ადამიანზე ჯიქიას ყველაზე აღზრეს და დაიჭერეს კაცი თორე 1000-ობით ადამიანია და 92-13-14 წლებში სამეგრელოში 60-60-იან ადამიანს ვერ ნახავდი შავებში იყო ჩაცმული ყველა იმიტომ რომ ისეთი უბედურებები დატრიალდა იქ და თუ არ შეიძლება რომ ეს საერთო ჯამში თანხმობის პროცესიდან გამომდინარე კი არ დავივიწყოთ არამედ შევცამხდეთ იმის გამო რომ საქართველოა გადასარჩენი რომ ქვეყნის აღშენების პროცესში ყველა მიიღოს მონაწილეობა რაც უბედურება დატრიალდა საქართველოში ყველაფერი არის სახელმწიფო კრიმინალური გადატრიალების შედეგად თორემ მანამდე არაფერი არ იქნებოდა მთავარი ეს შედეგი ერთს გეტყვით მე მთავარი არის რომ ის მიზეზი რა მიზეზითაც ეს ტრაგედიები ხდებოდა საქართველოში ეს მიზეზი არ არსებობს შევარდნაძე მოშორდა უკვე ხელისუფლებას და ამან უნდა შეუწყოს ხელი საქართველოს გაერთიანებას გამთლიანებას ერისას თუ გვინდა წინსვლა თუ ჩვენ ისევ დავაპირისპირდით ერთმანეთს დავაპირისპირდით ისევ სამოქალაქო დაპირისპირება შეიქმნა მაშინ საქართველოს ვერ გადარჩევა მეგობრებო ამას უწყობს აქვე ჩაგეკითხებით სანამ მაყურებელს შემოვხდეთ ეთერში კი ძალიან კარგია რომ ქვეყნის პრეზიდენტმა დაიწყო ასე ვთქვათ თქვენთან ურთიერთობა და ასე ვთქვათ რატო ჩვენთან იმ ფთასთან რომელსაც ჩვენ ვიყავით დამარცხებული და ქვეყნის პრეზიდენტი ურთიერთობებს ყველასთან ის ქვეყნის პრეზიდენტი რომ მაგრამ რატომღაც ვერც თქვენ და ჯერჯერობით ვერც მიხეილ სააკაშვილმა ვერ გამონახა საერთო ენა მანან არჩვაძე გამსახურდიასთან როგორ შეიძლება მათ ესაუბროთ რა შეიძლება მათ შესთავაზოთ რომ ვთქვათ ისინიც ასე თქვენს მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. რადგან ლოთის მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდეს რომელიმე ადამიანი, რომელიც თქვათ იზიარებს ისევ და ისევ თქვათ მანან არჩვაძე გამსახურდიას პოზიციას და თქვათ შეიძლება იყოს ეს ციფრი. ერთი რაღაცა მინდა გითხრათ. კი ბატონო, და ბატონ გურამში. აი გუშინ ჩავატარეთ ჩვენ პრაქტიკი ჩვენი ეროვნული გმირის მერაბ კოსტოვას სასამართლოზე და ისიც არის აქ ჩვენ იმიტომ ჩავატარეთ აი დაღუპულთა აი სულების მოსახსენიება და ეს არა მარტო ჩვენი მხარეზე არამედ ყველა თუნდაც ოსირონების თუნდაც აფხაზიელების თუნდაც მხედრიონების თუ ნებისმიერი ვინც ჩვენ ბოლოს უნდა გავიგოთ რომ აი ის სისხლი რაც დაიყვარა ეს არ იყო გამართლებული და ეს მხოლოდ მოიტანა იმ უბედურებამ, რასაც სახელმწიფო გადატრიალა ქვია, ხო? და ამასაც ამ მიტევებლობას რა, როგორც ვთქვათ, რომ ყველა ერთად მოიხსენიოთ, ყველას ერთად რაღაცნაირად მიუტევოთ, აი ამის წინააღმდეგიც გამოვიდნენ ზოგიერთები. და მე არ ვიცი ახლა ვერ გავიგე, რატომ? აი როგორ შეიძლება ბოლოს ყველას გვინდა ერთს გაერთიანება. აი როგორ უნდა გაერთიანდეს ერი თუ მისვალებურთან გამიგდა მისვალებულის სულების არ მოიხსენიებს. ჩვენ უახლოეს მომავალში, უკაცრად ბოდიში, უახლოეს მომავალში ვაპირებთ ყველა მეომრის შეკრებას რაღაცნაირად. რომ გავერთიანდეთ რაღაცნაირად, ახლა ყავს ნორმალური ხედავთ წარსული ასე. ყველანაირი წარსულის, აი გავერთიანდეთ რაღაცნაირად, გავაკეთეთ ამაზე მოწყობას და გავერთიანდეთ იქ აფხაზი იქნება, ოსი იქნება, ყველა ვინც ებრძოდა ერთმანეთს გავერთიანდეთ და რაღაცნაირად ერთიანი სახელმწიფო ჩამოყალიბებისათვის, ერთიანი სახელმწიფოსათვის
რაღაცა გავერთიანდეთ რა. ამისპირობა არის ისტორია. მე მანანე ხალბატონმა არ მინდა რა ხალბატონზე ვილაპარაკო, იმიტომ რომ ეს ცალკე ფენომენია, ცალკე საკითხია სულ, მაგრამ ეს მას აქვს პარლამენტი, როგორც ვიცი. რაბზანეთ? მას აქვს საკუთარი პარლამენტი, როგორც ვიცი, პარლამენტის საბჭო. მე ვიცი რომ იყრიბებიან. არა, იყრიბებიან. არიან ადამიანები, რომლებიც თქვენ ვიცით რა გვინდა დამეცვა. ხალბატონმა ხარს უჭერს 7 თუ 8 დეპუტატი ეს არის და ბატონ ნემო უზენაეს საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელია და ბატონ ნემოსთან არის 78 ისა უზენაეს საბჭოს წევრი ახლა ეს არის ხალხის მიერ ხელდასმული პარლამენტი უზენაეს საბჭოს ზვიადის მიერ და ახლა ხალბატონმა ვინ შექმნა და ვის რა ხელის მისცა თანამდებობა ჩვენი საქმე არ არის სტრუქტურების აქვს ხორცდება. კი რაღაც თვითონ პრემიერ-მინისტრია ვიღაცები არის თვითონ მინისტრები ყავს თავისი და ბიძაშვილი დანიშნული ეს არ არის თავი ხო და ეს არ არის თავი ის არის რომ დღეს მომწიფდა ნიადაგი ერის გაერთიანების წავიდა ის პიროვნება ვინც გახდიჭა ვინც ფიშავდა ეს და ამ დროს ამ ხელისუფლებას თუ არ დაუძეკი ახლა შენ გინდა თუ არ გინდა ერი გაერთიანებული მე პირდაპირ უნდა გითხრათ სააგაშოს მისცა ამომრჩეველთა 97%-მა ხმა ну რა არის საერთოდ ერი გაერთიანა იმ და რა გინდა შემდგა რა ოპოზიციური თამაში უნდა დაიწყო ჯერჯერობით ასეა 3 წელი შემდეგ რა იქნება არ ვიცი ჩვენ ამიტომ ახლა ხარში უნდა დაუძგეთ იმას ვისაც ქართველი ხალხი მიყვება მარტო ქართველი ერი კი არა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიყვება თუ ამ შემთხვევაში თუ არ გინდა ქვეყნის დანგრევა და უბედურება და ნახოთ თუ ვერ გაუძღება საქმეს მაშინ ვარდების რევოლუცია კი არა შეიძლება პოლიჯახის გაყარო იქიდან თანამდებობებიდან მაგრამ ჯერჯერობით ასეა და ამიტომ ხელი უნდა შეუწყოთ და დავდგეთ გვერდით. გასაგებ. ბატონო, სხვა თქვენი პარტიის მე ვიცი რა, თქვენი ძალი პარტია ეროვნული თანხმობის და სამართლიანობის აღდგენის კავშირის თავმჯდომარის მოადგილე გურამ თავმჯდომარე. პარლამენტში გავალთ წარმოადგენლები? ახალ პარლამენტში. ჩვენ არ მიგვიღია მარტის არჩევნებში არც დამოკიდებია კანდიდატები. აი სიაში არ შემოთავაზ და მიხეილ სააკაშვილო სიაში ჩაესვა თქვენი რომელიც იყო მაგრამ ჩვენ არ მივიღეთ მას ა პირადად ну ბატონ ნემოს მე პირადად მიკრძალავ ჩემი უზენაეს საბჭოს პარლამენტარობას უგზავნოს ბატონ ნემოს და სხვა თანამდებობებზე ჩვენ ვარდების რევოლუციაში ჩვენმა კავშირმა თვითონ ბატონ გურამი დაფუძნებაში არანაკლები მონაწილეობა მიიღო ვიდრე რომელიმე სხვა და ეს ნიშნავს რომ ჩვენ ერთად ვართ და ის ჩვენ 10 წელი გეძახდნენ ზიად გამსახურდიას ყველა სოფლელი და პროფესიონალი ყავს წერაკითხვის ცოდინარია მაგრამ თუ დღევანდელ ხელისუფლება თუ დღევანდელ ხელისუფლებას ჭირდება ნებისმიერი ჩვენი პარტიის წევრი რა თანამდებობაზე იყო გამსახურდიას ხელისუფლების დროს არა სათავართ ვემსახუროთ ამ სამშობლოს რაც შეეხება აი წეგან ვიცით ბატონი გურამი ახლავთ სახელმწიფოს მინისტრი და მას ეკუთვნის სწორედ ეროვნული თანხმობის საკითხი. ჩვენ დროს ჩვენ როდესაც ვიყავით ხელისუფლებაში, ესეთი თანამდებობა არ არსებობდა. რატო? იმიტომ რომ არ იყო საჭირო, ხო? აი წეგან რომ იყო საუბარი, ვინ ვის დაუპირისპირდა, ვიღაცა წინააღმდეგია. ერთხელ მახსოვს ქალბატონმა ელენე თევდორაძემ თქვა რომ გამოუშვათ ბატონი ვახტანგი ციხიდან ოჯახი როგორ მიიღებს ამას. რა თქმა უნდა, საშინელი ამბები მოხდა და ყველა ვართ მოწმე, მაგრამ აქეთ მხარეს აი დახოცილებს, რომელსაც ასე ვთქვათ, აი ზვიადისტებს. ვინმეს გონია რომ არც დედა ყავს, არც მამა, არც ნათესავი. იგივე ბატონი ახსენა ვახტანგ ნოდია. მისი ძმა ეხლაც ჩვენთან არის. მას შვილები არა აქვს პრეტენზია ესეთი, მაგრამ უფრო დიდისთვის რომ არ მომხდარიყო ეს უბედურება, ეს თანხმობა ხო საჭირო არ გახდებოდა. სწორედ ამიტომ არის საჭირო, მით უმეტეს დღევანდელ ფონზე, სწორედ დღეს სესიაზე მსჯელობდნენ გერბის შესახებ. მართალია იქ იყო საწინააღმდეგო აზრები გამოთქმული, რაღაც შენიშვნები, მაგრამ არავის არ ქონია შენიშვნა ამ გერბზე წარწერილი ძევისზე. ძალა ერთობაში. ამაზე ყველა თანხმდება. ამაზე ყველა თანხმდება. ერთი რამე სწორედ ეს არის ერთი რაღაცა ვერ გავიგოთ. უზენაესი საბჭო მიგზავნოს პარლამენტარობას. არსებობს ისევე უზენაესი საბჭო? რა თქმა უნდა. ახლა მე გეტყვით იცით, როდესაც ამას როგორ მიხეილ სააკაშვილმა 26 იანვარს ხელი მოაწერა ეროვნული თანხმობის დეკლარაციას, მან
მის სიტყვაში იყო პირდაპირ ნათქვამი, რომ უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატები განაცხადა, გააკეთა პაუზა და ამატა რატომ ყოფილი. და რატომ ვერ მაჩვენებთ ვერც ერთი ხალხის ნაგლეჯს, რომელზეც ეწეროს, რომ ეს საბჭო ვინმე გააუქმა, თუნდაც უკანონო. მე გეტყვით, მე მის შრომის წიგნაკი ამასცენად დამიბრუნეს იპოვიათ, მე მეგონა აღარ არსებობდა. იქ წერია, რომ მე შემეწყვიტა უფლებამოსილება დეპუტატობის სახელმწიფო საბჭომ, ორიანობს. სახელმწიფო საბჭო შეიქმნა მარტის მოპოვებას. მე შემეწყვიტა, რომ იყო სახელმწიფო საბჭო. მე შემეწყვიტა, არა, მე სახელმწიფო საბჭომ. თუმცა ამას ვამბობ, აი რა აბსურდებია. და ხელს აწვევს უზენაეს საბჭოს მდივანი ჭიპაშვილი და ურტყავს უზენაეს საბჭოს ბეჭედს. ბეჭედს ძალა აქვს. ბეჭედს ძალა აქვს, როდესაც ურტყავს მას ბეჭდის პატრონი, ხო? და მეორეც გაგიგიათ სადმე რომ მდივანმა მოხდეს დირექტორი. ამ ქვეყანაში ყველაფერი რატომ ვამბობ? ჯერჯერობით სამწუხაროდ. ისეთი მაყურებელი გველოდება დიდი ხანია, როგორც ვიცი და ძალიან დიდი ფერიში მაყურებელს საკმაოდ საინტერესო დაიწყო ჩვენი საუბარი და ცოტა ბოდიში იმისთვის რომ დიდხანს ვალოდინეთ. გისმენთ საღამოშობებისო პირდაპირ ეთერში. გამარჯობა. გამარჯობა. ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს თქვენი საუბარი ბატონო გოგა და თქვენ სტუმრებს მიესალმები მე. ისე რომ არ მომწყენია რაც ახლა მე თქვენ გელოდებოდით აი მთელი ამ ხნის განმავლობაში. მე მინდა ბატონ ლოთის მიულოთ სო გამოსვლა. ეთიშობილი კაცი იყო თავიდანვე დარჩა დღესაც. მე ერთი მინდა გითხრათ რომ მე მის პიროვნებას კარგად ვიცნობ და ვიცი რომ სრულიად ალალმართალი კაცია ამ ყველა საქმეში რაც მაგას დავზეს ბრალად. განსაკუთრებით იმ მკვლელობასთან დაკავშირებით და ამისი ბევრი მოწმეც არის და ძალიან ბევრი ადამიანიც არის რომელიც ამას ყველაფერს დაამტკიცებს. გასაგებ იქნებ კითხვა აქვს. მე ახლა რა მინდა იცით ახლა რამდენიმე კითხვა დამებადა ერთი ბატონ თვითონ ლოთისთან იმიტომ რომ ჩემო ლოთი შენ ამას წინათ ახლა ძალიან კიდევაც რომ პარაკლისი ჩავატარეთო მამა დავიძე იქ გაქვს ასეთი სიტყვები პოლიტიკური არის მე მგონი არასწორად დასვი შენი საკითხი რომ სამოქალაქო ომია მე მინდა შეგახსენო რომ ეს სამოქალაქო ომი არ იყო ნაო ეს იყო ერთი მუჭა ფაშისტების მიერ სახელმწიფო გადატრიალება ეს იყო ეს სწორი ხარ სწორი ხოლმე ძამდებით და ხო ამიტომ თქვენი კითხვა იცი რანაირად აღვიქვი მე რომ აი ეს ასეთი ისა კითხვა მეთქი თქვენის მაშინდელი განმარტება თქმა რომ სამოქალაქომი რომ ედვარდ შევარდნაძე ჩვენ ვანთავისუფლებთ სისხლის სამართლის პასუხისგებლობისაგან ამ შემთხვევაში თუ თქვენ იტყვით იმას რომ ეს იყო სამოქალაქომი ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება და ის რასაც ჩვენ ვედავებით სერგო ორჯონიკიძეს და მის რომ მე-11 არმიის შემოგზანდა ეს ბატონო ისეთივე პიროვნება ხოლო მას გვერდით ედგა ბალტინი და ბიპაევი ასე არ არის? სწორი ხარ, სწორი. უცხო ძალის შემოყვანა. აი ამიტომ ეს ტერმინი ბატონო ლოთი თქვენს მინდა გთხოვოთ აღარ იყოს ასეთი ტერმინი სამოქალაქო ომი არ ყოფილა. გასაგებია. გაერთოს შეშალაგა როდის მე მაპატიეთ ბატონ გურამთან მინდა იმიტომ რომ ბატონ გურამმა გზანა რომ 21 დეკემბრიდან გამომდინარეობს. ეხლა ბატონო გურამ ეხლა მე არ ვიცი თქვენ რა მოსაზრებები გაგაჩნიათ ამ საკითხთან, მაგრამ მე ძალიან მინდა გითხრათ რა ძალიან კარგათა ვარ თქვენს მიმართ გამშვალული და ასე შემდეგ, მაგრამ ერთი რამეა რა. მოდი ისტორიას ნუ დავარქვათ. 9 აპრილი იყო. ეხლა ამაზე ნუ დავიწყებთ მტკიცებას, თუ მათყობს საკმაოდ კარგად ვიცი ეს საქმე და ძალიან კარგად ვერ გვევი. და მე მინდა ის სწორედ ბატონი ზვიადის ნაბრძანები ერთი სიტყვა გითხრათ ბატონი ზვიადი ბრძანებს და მინდა ეს კარგად აღვიქვათ სულ ყველამ თუ გსურს ერი და ადამიანი გახსნა და გადააგვარო მას არა მხოლოდ უნდა დაავიწყო წარსული არამედ უნდა გააყალბო კიდეც იგი თავის ჭესმარიტი გმირები ბოროტმოქმედება და უნიათო კაცუნება დაუსახო მედროვენი და მოღალატენი კი გმირებად მოდით რა ნუ გავაყალბებთ რა ამ სულ თქვენ სულ სხვანაირად გაგიგიათ მე ვლაპარაკობ რომ ჩვენ ფაქტობრივად დამოუკიდებლები გავხდით 21 დეკემბერს. მაგრამ ჩვენი დამოუკიდებლობის ამგენის აქტით გამოხდა 9 აპრილს. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის სიამაყეა ვინაიდან მე ვაწერ იმ დამოუკიდებლობის აქტს. ვადაშორის თქვენი მონამორჩილით აწევს ხელში. შენ შემოგევლე. ხო. ხო. ძალიან სასიამოვნოა. ნემო მოგესალმები, ნემო. და არია სურვილი დამოუკიდებლობის ხო და არ შეიძლება ზოგიერთები დასაცხოვრებელი ბატონო გურამ და ეხლა იქ მსმენელი ყავს ჩვენ ბევრი და
ხო შეიძლება მათაც ცუდად გაიგონეს. ამიტომ თქვენ სიტყვებს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ძალიან მოკლედ, რა თუ შეიძლება უამრავი მაყურებელი ეკავს. კარგად ზამდებოდი. კარგად დიდი მადლობა. ნუ გასაგები ეს არ იყო კითხვა პრინციპში ეს იყო ახალი ესა ჩვენს კოლეგას ახლა ესე წარმოედგინა რომ ახალი ცნება შემოვიდა და მე 21 დეკემბერს კი არა მე ვლაპარაკობ რომ ფაქტობრივად დამოუკიდებელი გავხდით 21 მანამდე კი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე რა თქმა უნდა 9 აპრილი არის და ეს და ზოგი ახლაც არ არის თავისუფალი და ბატონო გურამ და ბატონები ჩვენ ახლა ამჟამად ისეთ რეგიონში ვიყავით სადაც მე მძვინვარებდა დაახლოებით 14 წლის დაახლოებით 14 წლის წინ და წელან საუბარში მითხარით ბატონოთი რომ თქვენ ავნებში იდექით თქვენი ასე ვთქვათ ნაწილი დღეს სამწუხაროდ ეს პრობლემა ქვეყნის განფრიანების პრობლემა ქართულ-რუსული კონფლიქტის პრობლემა ისევ ჩვენს წინაშე დგას თუ შეგიძლიათ რომ გაიხსენოთ ის პერიოდი სულ რამდენიმე სიტყვით რასაკეთებთ მაშინ იქ და თქვენი ხედვა როგორ შეიძლება ეს პრობლემა დღეს მოგვარდეს და შემდეგ თქვენთან ბატონო მე ამ ასეთი შემდეგ 12 წლის გადასახედიდან ისიც რა არის ჩვენ გამოვაცხადეთ დამოუკიდებელ ჩვენ ვარ დამოუკიდებელი ქვეყანა ნუ ახლა ყველა რასაკვირველია ყველა ეროვნების და არაერთი ეროვნებაც ხოლმე საქართველოში და ყველამ რომ ავისებურად დამოუკიდებელ გამოვაცხადოს ჩვენს ქვეყანაში ამდენი ვიზა არ გვექნება გასული პატარა ვარ პატარა ქვეყანა დიდი არ არის ჩვენ საქართველოს როგორც იცით და მე მეგობრები უამრავი ვიყავს თვითონ სამაჩაბლოშიც აფხაზეთში და აფხაზების და ოსების და ისიც რა არის ჩემ გვერდითაც იბრძოდნენ ოსი ეროვნების და ასევე აფხაზეთში აფხაზი ეროვნების წარმომადგენლები და რატომღაც შავარდაძეს ხელისუფლებამ ისინი მოღალატებას შერაცხა. ჩვენს გვერდით რახან კანონიერი ხელისუფლების აღსადგენად ვიბრძოდი. აი შავარდაძეს ხელისუფლებამ შერაცხა რაღაც მოღალატეებად. არ ვიცი ალბათ შავარდაძე უფრო იმას უჭერდა მხარს, ალბათ ასე წარმოგვიდგენია. მაგრამ ჩვენ ყველა შემთხვევაში და ყველა იმაში რაღაცნაირად უნდა მივახციოთ იმას, რომ კანონის უზენაესობა იყოს. ბატონო, თქვენ მებრძოლი ადამიანის ამდენ როგორ უნდა აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა? ომით თუ მშვიდობიანი მოლაპარაკებით? თქვენი პოზიცია. პირდაპირ იარაღისკენ თვითონ პირდაპირ. ვინაიდან რომ მეომარი ვარ, მაინც გეუბნებით რომ დღევანდელ საქართველოში მაინც უნდა აღდგეს ყველაფერი მშვიდობიანად, რადგან ჩვენ გვერდ უნდა ვიცხოვოთ. და მოდი ისევ თბილად ჩავეყოთ იმ დროს შეცდომას ხო საერთოდ იბრძოდნენ. ბატონო? იმ დროს შეცდომას უშვებდით რომ საერთოდ შეცდომას ჩვენ არსად არ წავსულვართ. და არავისთან არ მივარდივარ და არავისთვის ეს არ შეგიზღუდია არაფერი. ჩვენ წინამდე გამოვიდით. ჩვენ მომთხოვეს ის მიწები, რაც უძველესი ქართული მიწები იყო და ახლა ისე შემთხვევაში თუ მეთქვით რომ ასე დროს რას იზამთო, რა საკვირველი არა გადავგეთ. მაშინ მოგეწყვეტ დღეს ამ მიწის რუსეთში წარებას აპირებებს. აი იქ უკვე ორი აზრი არსებობს, მაგრამ მე მოხარული ვიქნებოდი რომ ეს ყველაფერი მოგვარებულიყო მშვიდობით. ბატონო, ჩემი პოზიცია მასთან დაკავშირებით, აქ უნდა იყოს ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი ჯარი და ძალის გამოყენება და ყველა დიპლომატია. ძალა თუ ვერ გამოვიყენეთ ჩვენ, ვაჩვენებთ თუ გამოვიყენებთ. უნდა გამოვიყენოთ ძალა. თუ ძალის გარეშე დაგდებოდეს სხვა არის, რომ ძალას მაშინ აჩვენებ შენ, როცა ძალა ყავს. და ის ბუტაფორი არა, რაც ყავდა შევარდნაძეს. ახლა ჩვენ თუ შევქმნით ეროვნულ ძლიერ ძალას, რომლის საქმეს ყველა საფუძველია მომზადებული, ხალხი მზად არის იმისთვის, ხალხი მზად არის. შევარდნაძე 7 კაცი არ გაყვებოდა. და სააგაშვილს გაყვება მთელი საქართველოს ქართველი ერი გაყვება, იმიტომ რომ ხალხმა ერჩია და ხალხს უყვარს. და იცის მისი გადადგმული ნაბიჯი ერის საწინააღმდეგოდ არ იქნება. და ამიტომ ყველაფერი მომზადებულია. ამ ძალას ვერავინ ვერ დაუდგება მეგობრებო. ვერავინ ვერ დაუდგება. თქვენ გასვათ 88 წლის მოვლენები ღალისგასთან აფხაზეთში. როდესაც მთელი საქართველო, მთელი სამეგრელო მიასვა იქ და აფხაზეთი და მთელი რუსეთის არმია იდგა რამოდენიმე ათასიანი, ისინი გაჩუმდნენ და დაგმნებდნენ. ამაშია საქმე. ჟვანიას გუშინდელი განცხადება მასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა გალში დევნილების დაბრუნებას მოყვეს რკინიგზის გახსნა აფხაზეთის და სომხეთთან მიმავალი რკინიგზის გახსნა.
აი ამ თქვენ პოზიცია ამასთან დაკავშირებით. მარტო გალი? აი ესე ხო არ დავსვათ კითხვა, მარტო გალი? არა, რაღაც ისეთი შთაბეჭდილება დავშა, რომ ვაჭრობის ობიექტი ხო არ გახდა რუსეთთან რკინიგზა გალზე. არა, გალში დაბრუნება, აქ ეტაპებზეა საუბარი, თორემ ჩვენ მე მაგალითად პირადად ამ ბოლო დროს რომ არ მქონდა ის იმედი გამიჩნდა, რომ ძალიან მალე გადაწყდება სამაჩაბლოს და აფხაზეთის პრობლემა. აფხაზეთი რომ ნამდვილად დაბრუნდება ისე როგორც სამაჩაბლო. ამაში რა ვიცი, მე ძალიან ორი გაწყვეტილი ვარ ძალიან ოპტიმისტურად და ძალიან მალეც მგონია მოხდება. და იმიტომ რომ თვითონ დააკვირდით რუსეთის ტელევიზია დღეს ხშირად ამბობს არა დაბრუნება, არ დაბრუნებას, არამედ სტატუსზე ლაპარაკობს. რა სტატუსით დაბრუნდება? ანუ დაბრუნება კი არა უკვე როგორც ადრე იდგა, ესე კატეგორიულად, არამედ რა სტატუსით და როგორ იქნება. მით უმეტეს რომ რაც შეეხება რკინიგზას, იცით რომ პრეზიდენტი ბრძანდებოდა ეხლა ხანს თურქეთში, იქ კეთდება ფაქტიურად ევროპასთან კავშირის მეორე ხაზი, რომელიც არ არის უფრო შორი, ან უფრო ცუდი გზა, პირიქით, ხო? ამ გზის დადის დღეს საქართველოს მოსახლეობა ევროპაში ძირითადად. და თვითონ რაც შეეხება სამაჩაბლოს პრობლემას, დღესაც რუსეთი ძალიან ხშირად აცხადებს, რომ ზვიად გამსახურდია, ესე უმიზეზოდ გააუქმა იქ ეს ზვიად გამსახურდია დროს დაიკარგა. მინდა გითხრათ, როდესაც ჩვენ დაგვამხეს, იქ ფაქტიურად მოგვარებული იყო პროცესი და მხოლოდ მილიციის ნაწილები იყო და არა სამხედრო, რომელიც შემდეგ გამოიყენა შევარდნაძემ, რათა შემდეგ შემოეყვანა რუსის სამშვიდობოები. სხვათა შორის, როგორც სამოქალაქო ომზე ბრძანა, ჩვენმა უზენაეს საბჭოს დეპუტატმა წერა. დაგვირეკა. ის სამოქალაქო ომი არ იყო, ასევე სხვათა შორის 91 წლის მარტის ბოლო და აპრილი თბილისში მუშაობდა კომისია შერეული აი ამ სამედო ცხინვალის რეგიონის პრობლემებზე. ეს იყო ამაში შედიოდნენ რუსეთის დეპუტატები, საბჭოთა კავშირის დეპუტატები და საქართველოს დეპუტატები. გორიდან მიყავდა. ჩემს კაბინეტშიც მუშაობდნენ, ცხინვალშიც მუშაობდნენ. გორიდან ყავდა წარმოადგენელი. არა, ეს იყო დეპუტატები მხოლოდ. ხო, თქვენ დეპუტატი გორიდან წარმოადგენელი ყავდა. როგორც ისინი ბევრს ხვდებოდნენ, მაგრამ მე ვამბობ რომ გორიდან ყავდა, თუმცა პირდაპირ ხო? როგორ არ ყავდა ისინი მუშაობდნენ ყველასთან და სამშობლოსთან და ასევე. თუმცა მაშინ მოითხოვეს რომ ოსური მხარეც ყოფილიყო წარმოდგენილი, მაგრამ ჩვენ ვთქვით რომ ჩრდილოეთიცაც და სამხრეთიც როგორც ეძახდნენ მაშინ, მაგრამ ჩვენ ვუთხარით რომ ის ჩრდილოეთი არის რუსეთის ნაწილი, ესეც სახელმწიფო არ არსებობს, სამხრეთია ჩვენი ნაწილი. თქვენ თუნდებათ თქვენს კომისიაში რუსეთის სახელით ჩასვლა, ჩვენი ნება, თქვენი ნება და მაგრამ თავი რა არის? აპრილში მიღებული იქნა დასკვნა ამ კომისიის. სადაც ძალიან საინტერესო ფრაზა. რაც შეგვიძლია და ამას აწვევენ ხელს რუსეთის დეპუტატები. რომ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესი არ წარმოადგენს ეთნიკურ კონფლიქტს. ეს არის პოლიტიკური კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის და ამ კონფლიქტის მაპროვოცირებელია ის ძალა, რომელსაც სურს ხელი შეუშალოს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის სწრაფოს. და ამას ხელს აწერენ რუსეთის. ესე იგი თქვენ თვითონ რომ პრობლემა უნდა მოგვარდეს რუსეთთან. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ მცირე ქვეყნების ბედია, რომ ხშირად მათ პრობლემებს სხვები აგვარებენ ამ პირიქით. დიდი მადლობა. მოდი მაყურებელს მოусმინოთ. საღამოშიდობისა გისმენთ. დიახ, გამარჯობა ბატონო გოგა. გამარჯობა. მოგესალმებით თქვენს სტუმრებს, თქვენს საყვარელ სტუმრებს, ჩვენს საყვარელ სტუმრებს. გილოცავთ ბატონო ვახტანგ, ბატონო გურამ, ჯერ ციხიდან გამოგზავნებას, სახლებში დაბრუნებას, მერე მინისტრობას ბატონო გურამ თქვენ ხართ ერის სამშობლოს პატრიოტი შვილები თქვენით არის. კითხვა იქნებ დავუსვათ, ხალბატონო. თქვენ ერთი წუთი ბატონო გოგა. არა, კომპლიმენტები გასაგებია. არის დამოუკიდებლობა მოპოვებული, გილოცავთ ხვალინდელ დღეს, გისურვებთ წარმატებას და კარგად ყოფნას. აი ეს არის კითხვა არა. და ერთი თხოვნა მაქვს ბატონ გურამისთან. ბატონო გურამ, რომელ დღეს გაქვთ მიღება და თუ შეიძლება რომ მე მოვიდე იმ დღისით და მიმიღოთ. ჯვარდასახელი გითხარით, მაშინ და ხოლმე მიგიღოთ. პარასკევს მოვძანდეთ. პარასკევს ხვალ იცით. ხვალ ძიმე. რა დღეა ძიმე დღე გვაქვს, ძიმე კი არა, კარგი სასიამოვნო დასასრულია.
ხოდა ზეგ მობრძანდი და პარასკევი დღე გაქვთ მიღების დღე ბატონო გურა? პარასკევი და სამშაბათი. პარასკევი და სამშაბათი. ჩაწერვა ხდება და ჩვეულებრივ მოხდება. დიახ, დიახ. მე როგორც სახელმწიფო გითხართ, ქალბატონო. ზვიადისტებთან გასაგებია, სახელმწიფო გითხართ. ზვიადისტებს ყოველდღე ვღებულობ. სახელსაც ვიტყვი და გვარცად. მაშინ ეს მაინც უთხარით, აი როგორ გითხართ, ასე ვთქვათ. ზვიადისტებს ყოველდღე. აქ დიდი მადლობა. აი ჩვენი გადაცემა ნუ საერთოდ 5 წუთში უკვე დასასრულისკენ მიდის და მე მინდა შემოგცეთ საშუალებად თითო წუთით თქვენ ნებისმიერ თქვენგანს რომ ჩვენს მოსახლეობას მიმართოთ და თუნდაც მიმართოთ იმ მოსახლეობას რომელიც ახლა ცხინვალსიქით არის თამარაშენში, ქურთაში, კეხში, აჩაბეთში ჩვენს გადაცემებს უყურებენ და ყველაზე ცოტა რთულ პირობებში ეს ხალხი ცხოვრობს დღეისთვის. ყველგან ყავს მე თქო ჩამოწვალეთ თამარაშენშიც, კეხშიც, განსაკუთრებით ავნებში ბევრი მეგობრები ყავს და საერთოდ შედაქართის მოსახლეობას მიმართ ცოტა მოთმინება კიდე მეგობრებო. ცოტა მოთმინება. არ შეიძლება ერთბაშად იმის გამოსწორება, რაც შევარდნაძის რეჟიმმა ჩაიდინა საქართველოში. პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, ფინანსური კოლაფსი იყო საქართველოში. უნდა იცოდეთ ეს. ამიტომ ამის გამოსწორებას ცოტა დრო გჭირდება და ეს დრო მიეცეთ ახალგაზრდა, მაგრამ ეროვნული ცნობიერების მატარებელ მთავრობას და მიეცეთ პრეზიდენტს. ეს თხოვნა იქნება ჩემი და ყველაფერი მშვიდობიან და კარგად დამთავრდება. საქართველოს სულ მალე გახდება ერთ-ერთი აყვავებული ქვეყანა მსოფლიოში. მე დიდი სურვილი მაქვს ყველას ბიუსალმო რადგან მე თითქმის ყველა მისნობს აქ ერთი წლის განმავლობაში ვიმყოფებოდი მე დღესაც მიმელია იქ რამდენიმე საფეხურის ზანები მქონდა და ჩემი სურვილიც არის რომ მათთან ვიყო რასაკვირველი და უახლოეს დღეებში ჩამოვალ და აბსოლუტურად ჩემო ძვირფასო ხალხო ჩაიაკუტებით მინდა რომ ყველაფერი კარგად იყოს ყველაფერი მოგვარდება მჯერა ეს უახლოეს მომავალში და მეც როგორც ყოველთვის თქვენ გვერდით ვიგულებით. კარგი, ბატონო სანამ პასუხებდეთ, ერთი ზარი შემოუშვით ძალიან ხოლმე, იმიტომ ჩვენ ძალიან ცოტა ზარი შემოუშვით მიუხედავად დიდი სურვილის. მისმენთ საღამოში და ძალიან მოკლედ, თუ შეიძლება 3 წუთი რჩება ვაცერის დასრულება. აიო? დიახ. მოგესალმებით, ბატონებო, ბატონო გურამ, ბატონო ნემო, ბატონო ლოთი, დილოცავს ყველა სხვანინდელ დღეს და ერთი კითხვა მინდა დაგიცვათ. აი ეს ეროვნულ თანხმობაზე რომ ლაპარაკობთ. ძალიან მაინტერესებს. არჩა ფაქტიურად ქართლში და გორში მიძინებულია ეროვნული სული აღარ არის ჩამკვდარია. აი სად არიან ის ეროვნული ძალები, ის ეროვნული სულით ანთებული ბიჭები სად არიან? აი თუ შეიძლება გითხარით, თუ არიან თქვენს გარშემო და თუ შეიძლება კიდევ გორში გაიღვიძოს ამ ეროვნულმა სულმა თქვენი დახმარებით. ასე ალბათ ისევ იდეოლოგიისკენ გავიდოდით აქ ბატონო. და თან დავასრულოთ. და მიულოთ ყველას ეს დღე თელ ქართლს მე ქართლში ვარ დამაგებული და ეს ჩემი კუთხეც არის გარდა იმისა რომ სამშობლოა საერთოდ და დღეს ბევრი საუბარია დღევანდელი ხელისუფლების შესახებ აი ოპოზიციის გარეშე როგორ შეიძლება და ოპოზიცია სუსტია სწორედ რომ ძალიან კარგია თუ სულ არ იქნება მე ჩემს მოგახსენებთ ვინაიდან ქვეყანაა დღეს იმ მდგომარეობაში როდესაც ტერიტორიებია დაკარგული როდესაც დგება კითხვა რომელიც აქ დასვა ბატონმა გოგამ მშვიდობით ჯობია დაბრუნება თუ ბრძოლით ეს ნიშნავს რომ არსებობს იმის შესაძლებლობაც რომ დაგჭირდეს ძალის გამოყენება მაშინ რა ვქნათ როგორ ვიყოთ პოზიცია ოპოზიციონერები ერთმანეთის ომში ვიყოთ პოზიცია ოპოზიციონერი ამიტომ დღეს არის ის პერიოდი, როდესაც ყველა ერთად უნდა ვიყოთ, მით უმეტეს, რომ ამდენი წელიწადი, აგერ ბატონი ლოთი, ბატონობაში იყო, ბატონი გურამი, ამდენი წელიწადი ვიყავით და ასე იყო უამრავი ადამიანი. და ეს თანხმობის იდეა. მე ვამაყობ ამით, რომ მოდის ისევ ჩვენგან და არა ჩვენი მოწინააღმდეგე იმ მხარიდან, რომელსაც მათაც ვთავაზობთ, ეს პარტია ჩვენი თანხმობის შეიქმნა რევოლუციამდე საკმაოდ ადრე და ჩვენ ვთავაზობთ ანუ თავაზობდა სწორებული ჯალაც და არა პირიქით. და მე ამით ვამაყობ და ეს გადაგვარჩენს მხოლოდ. რაც შეეხება აქედან ჩვენ ბატონმა გურამმა თქვა
უამრავი მეგობრები ყავს და ჩვენ პარტიის ოფისში იქნება თუ ბატონ გურამთან კანცელარიაში უამრავი ყველა კუთხიდან, მაგრამ სამაჩაბლოთან ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენ ეს მაინც მოდის თქვენი გოფრიდან. ხანდახან ხშირად ისინი სული ეგვიძებს რაც ძალიან მიხარია რა ესეა ასე ვთქვა ძალიან ოპტიმისტური ნოტაზე ვამთავრებთ გადაცემას და რაც ვერთვა გისმინოთ რომ მალე გამთლიანებული იყოს ჩვენი ქვეყანა და ის იმედები რაც თქვენ ახლა საზოგადოებას მოსახლეობას მიეცით სრულად გამართლებული იყოს. ალბათ 6 თვეში მოგაგებთ თქვენ. თუ არ გამართა მაშინ გითხარი. კი ბატონო. უბრალოდ მე მინდა მაყურებელსაც თქვენის ნებართვით კიდევ ერთხელ მოვხატო ბოდიში, იმიტომ რომ მე გადაცემის მსვლელობისას მესმოდა და რამდენი ასე ვთქვა ზარი შემოდიოდა ეთერში. ყველას ვერ მიეცა საშუალება რომ დავკავშირებოდა, ამიტომ მე მათ ასე ვთქვა შევპირდები იმას, რომ თქვენგან მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ დავით სოკოლოვს ვესაუბრო ამ ეთერში. მე მინდა რომ თქვენგან კიდევ წამოვიდნენ წარმომადგენლები აქ შიდა ხალხში და მიიღონ მონაწილეობა ამ გადაცემაში. კი, აუცილებლად მოვიწევთ კიდევ ერთხელ მოვიწევთ და კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ იმ თემებზე, რაც ისტორია, წარსულია, საინტერესოა და ასე შემდეგ. დიდი მადლობა გილოცავთ ბატონებო, ულოცავთ საზოგადოებას ხვალინდელ დღეს და რაც კეთილი სურვილებით გემშვიდობებით. დიდი მადლობა, მომავალ სამშაბათს კვლავ შევხვდებით ერთმანეთს კარგად.